თუ ფიქრობ, რომ ზღვის კოლაგენი არის კანისთვის საუკეთესო, ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. წარმოიდგინე კალათა, სადაც დევს 3 სხვადასხვა ფერის ბურთი. ახლა წარმოიდგინე მეორე კალათა, სადაც დევს იგივე 3 სხვადასხვა ფერის ბურთი. ამოცანა გვეკითხება, არის თუ არა ბურთები ორივე კალათაში ერთი და იგივე. როგორც ორივე კალათაში არის ერთი და იგივე ბურთები, იგივენაირად რომელი წყაროდანაც არ უნდა ამოვიღოთ კოლაგენი, თევზისგან თუ ძროხისგან, კოლაგენი იქნება ერთი და იგივე. კოლაგენი არის 3 ამინომჟავისგან შემდგარი ცილა და არ აქვს მნიშვნელობა თევზისგან იქნება მიღებული, ძროხისგან თუ სხვა ცხოველისგან. კოლაგენი არის კოლაგენი და აქვს ერთი და იგივე ეფექტი და ფუნქცია, რომელიც წყაროდანაც არ უნდა მოდიოდეს. არ არსებობს ცალკე კოლაგენი კანისთვის, ცალკე კოლაგენი თმებისთვის, ცალკე ფრჩხილებისთვის, ცალკე სახსრებისთვის და ასე შემდეგ. როგორც ჩვენს მაგალითში კალათები და მასში შემოვალი ბურთები არის იდენტური, იგივენაირად ყველანაირი წყაროდან ამოღებული კოლაგენი არის იდენტური და შეუძლებელია რომელიმე იყოს რამით უკეთესი ან უარესი ერთმანეთზე. თუმცა ეს სინამდვილეში კარგი ამბავია, იმიტომ რომ ზღვის კოლაგენი ყველაზე ძვირადღირებული კოლაგენია და დღეიდან ზედმეტი ფულისყრა აღარ მოგიწევს. უმჯობესი იქნება თუ დააკვირდებით კოლაგენის დოზას, რაც უმეტესი დანამატის შემთხვევაში არის ძალიან დაბალი და არაეფექტური. ხოლო კოლაგენის დოზა, რასაც უნდა იღებდე, არის საშუალოდ 5-დან 12 გრამამდე. ზოგ დანამატს აწერია ხოლმე 3000 მილიგრამი, იმისთვის რომ ბევრი გამოჩნდეს. მაგრამ 3000 მილიგრამი თავისთავად 3 გრამია მხოლოდ და არასაკმარისი დოზაა უმეტესი ადამიანისთვის.